ჯონ ბევირი. გაამრავლე ღვთისგან ბოძებული პოტენციალი. თავი მე-6. გულმოდგინება და გამრავლება. იესოს სიტყვების თანახმად, თუ შინაგანი სიხალისით ცხოვრობთ, მტკიცე და საყრდენი, სანდო, პატიოსანი და გულმოდგინე ადამიანები ვართ და ვამრავლებთ ამჟამად ჩვენთვის მონდობილს, უფრო მეტზე დაგვაყენებენ. მარტივად რომ ვთქვათ, როცა შინაგანი სიხალისით ვამრავლებთ, ღმერთი უფრო მეტად საპასუხისმგებლო საქმეს გვანდობს. იგი ჩვენს წინსვლას უზრუნველყოფს. ეს სათა სამეფოს კანონია. შეამოწმეთ თქვენი პიროვნება. გაქვთ თუ არა გამამრავლებელი ხედვა. იქნებ უფრო შენარჩუნებაზე შრომობთ. ღუზა ჩაუშვით იქ, სადაც თქვენი აზრით უმაღლეს წარმატებას მიაღწიეთ, ვინაიდან მშობლებზე მეტი შეძელით და თავს კომფორტულ მდგომარეობაში დარჩენის უფლება მიეცით. გულწრფელი იყავით თქვენს შეფასებაში. თუ უფრო შემნარჩუნებელი ხართ ვიდრე გამამრავლებელი, დიდებული ახალი ამბავი მაქვს. თქვენ ჯერ კიდევ დედამიწაზე ცხოვრობთ და შეცვლის, გამრავლებისა და საბოლოოდ უფრო დიდ საქმეზე დაყენების დრო გაქვთ. ორი განსხვავებული შედეგი. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი, როცა შემნარჩუნებლისა და გამამრავლებლის ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მოტივაცია ამოვიცანი, რადგან ჩემი ორი ბაბუა თვალსაჩინოდ მაჩვენებდა ამ განსხვავებას. ერთი პენსიაზე გავიდა 65 წლის ასაკში და თვინიერ ცხოვრებას მიჰყო ხელი. იგი სტუმრად მოდიოდა წელიწადში ორჯერ და მასზე დაკვირვების საშუალება მეძლეოდა. ბაბუა პრაქტიკულად არაფერს აკეთებდა. იგი ჩვენი დიდი მუხის ქვეშ იჯდა უკანა ეზოში და ჩიბუხს ეწეოდა. დიდ განსხვავებას მაშინაც ვერ ვხედავდი, როცა მასთან სტუმრად მივდიოდით. სამწუხაროა, რომ მოგვიანებით მისი სიცოცხლე არსებობას უფრო დაემსგავსა ვიდრე სიცოცხლეს. ჩემი მეორე ბაბუა პენსიაზე 62 წლის ასაკში გავიდა და თითქოს და მეორე სიცოცხლე დაიწყო. იგი რატგერს უნივერსიტეტში დადიოდა და აგრონომიას ასწავლიდა. მომდევნო 10 წლეულების განმავლობაში 2 წიგნი დაწერა, დიდი ბაღი გააშენა და უვლიდა. გაზარდა ცხოველები. მონაწილეობა მიიღო ფლორიდის სანაპიროზე საცხოვრებელი კორპუსების მოწყობასა და ხანდაზმული ხალხისათვის მშვენიერი ადგილების შექმნაში. ერთი სიტყვით, აქტიურად იშრომა მრავალ კორპორაციულ და საზოგადოებრივ პროექტში. იგი ყოველთვის მზად იყო დახმარებოდა მას, ვისაც ეს სჭირდებოდა. დიდი ამბით ველოდებოდი ბაბუას სტუმრობას ან ჩვენს წასვლას მის მოსანახულებლად. იგი გეგმავდა სათევზაო ტურებს, გასართო პარკებში დროის გატარებას და ნიუ-იორკში გამგზავრებას. ბაბუა გვეთამაშებოდა, მეზობლებთან მივყავდით, ადგილობრივ ბიზნესმენებს თავიანთ მაღაზიებში ეხმარებოდა და ყოველ საღამოს გემრიელი კერძით გვიმასპინძლდებოდა. ჩემი მეორე ბაბუა სამზარეულოს ჩვენს დასახმარებლად არც კი ეკარებოდა. ერთი ბაბუა 75 წლის ასაკში გარდაიცვალა, ხოლო მეორე 95 წლისა. აბა გამოიცანით, ვინ იცხოვრა დიდხანს. დიახ, იმან ვისაც ხედვა ჰქონდა, ვინც ამრავლებდა. აი საინტერესო ფაქტი. 89 წლამდე მას სულის გადარჩენა არ მიუღია. მიუხედავად ამისა, იგი მანამდე ღვთიური პრინციპით, სათა სამეფოს კანონებით ცხოვრობდა და უხვად იყო კურთხეული. სანამ მისი იესოსთან მიყვანის პრივილეგია მექნებოდა, ბაბუა დიდხანს მეწინააღმდეგებოდა რწმენის გამო. იგი აბუჩავთ იგდებდა ჩემს რწმენას თითქმის ყოველთვის, როცა ერთად ვიყავით. მისთვის სახარების გაზიარების ურიცხვი მცდელობის შემდეგ კინაღამ მოცელილივით დავეცი, როცა მითხრა, მინდა იესო მივიღო ჩემს უფლად. ეს დიდებული დღე იყო. ამ საუბრიდან ერთი თვის შემდეგ ისევ ვესტუმრე მას. იმ დროისათვის ბაბუა ჩვენი სახლიდან 1 საათის სავალ მანძილზე ცხოვრობდა. იგი სულ ახალი გადასული იყო დეიტონა ბიჩის საცხოვრებელი კორპუსიდან ორმონდ ბიჩის ზრდასრულთა შემწეობის საცხოვრებელ ცენტრში. იმ ვიზიტისას ბაბუამ მითხრა: ჯონ, გინდა იცოდე ჩემი დავალება, რის საკეთებლად ვარ დედამიწაზე. ძალიან გამიკვირდა, რომ ახალმოქცეული და თან მისი ასაკის ადამიანი ასე ფიქრობდა. ამ მიმართულებით ჩაღრმავების ნაცვლად უბრალოდ ვუპასუხე: დიახ ბაბუა, რა არის შენი დავალება? მან ღიმილი თქვა. სულიწმინდა მითხრა, რომ აქ ამ ხალხისთვის იესოს სახარებლად ვარ. იმ კომპლექსში რამოდენიმე ასეული ადამიანი ცხოვრობდა. 2 წლის შემდეგ დედაჩემმა და მისმა ძმამ ბაბუა ოკლაჰომაში გადაიყვანეს, რომ ერთადერთ ვაჟთან ახლოს ეცხოვრა. იქ ყოფნის პირველივე კვირას მომლელ ქალს მთელი ღამის განმავლობაში უყვებოდა თავისი ცხოვრების ისტორიას. დილას მზის ამოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე ასე უთხრა მას: სახლში წასვლის დროა, ჩემს ვაჟს უთხარი, რომ არ იდარდოს ჩემ გამო. ამის თქმა იყო და სხეული დატოვა ზეციურ ოჯახთან შესაერთებლად. დედაჩემი ძალიან შეწუხდა და ნერვიულობდა, რომ მამამისზე ფლორიდიდან ოკლაჰომაში გადაყვანა მცუდად იმოქმედა. როცა მან ეს აზრი ხმამაღლა გამოთქვა, სასწრაფოდ დავარწმუნე, რომ მსგავსი არაფერი ჩაუდენია. დედა, როცა ბაბუა 99 წლის გახდა, მითხრა როგორ აჩვენა ღმერთმა, რომ დედამიწაზე კიდევ 2 წელს იცოცხლებდა ორმონდ ბიჩში მისი დავალების შესასრულებლად. ეს ოკლაჰომაში ბაბუას ყოფნის პირველი კვირა იყო. მან დავალება შეასრულა. დედაჩემი ამ სიტყვებმა ანუგეშა და თან ძალიან გააკვირვა. მიუხედავად იმისა, რომ ბაბუა გადარჩენილი არ იყო, მის ცხოვრებაში ნათლად ჩანდა გულმოდგინე ერთგულების ღვთიური პრინციპები.
ჩემი ორივე ბაბუის განმასხვავებელი არჩევნის მოწმე მანამდე ვიყავი, სანამ მორწმუნე გავხდებოდი. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი ცხოვრება იმ ბაბუის მიმართულების ანალოგიურად მომეწყო, რომელიც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ამრავლებდა და მიზანსწრაფულად ცხოვრობდა. ნება მომეცით გულახდილი ვიყო. არაერთხელ მქონია სტუნება, რომ ადვილი ცხოვრება ამერჩია. ჩვენს აზრებს მიზანმიმართული გადამისამართება სჭირდება, რომ შენარჩუნების ცხოვრების წესს არ დავემორჩილოთ, რადგან ეს ბევრად ადვილია. გამრავლება არ წარმოაჩენს ზანტ, მოყოყმანე, udardel ან აპათიურ ცხოვრების წესს. პავლე მოციქულმა გვითხრა: გულმოდგინებაში ნუ გაზარმაცდებით, სულით აღენთეთ, უფალს ემსახურეთ, რომელთა მიმართ წერილის მე-12 თავის მე-11 მუხლი. პირველ რიგში გააცნობიერეთ, რომ ეს მცნებაა და არ არჩევა. დააკვირდით მის სიტყვას გულმოდგინებაში. გამრავლებისას ეს უპირველესი თვისებაა, რომელიც უნდა გამოიმუშაოთ. არასწორად ნუ გამიგებთ, რწმენა, ხედვა და შეუპოვრობა გამრავლების ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია, მაგრამ მათგან დიდი სარგებელი არ გექნებათ ძველებური ბეჯითი შრომის გარეშე. მე და ლიზა გულმოდგინედ შრომობთ მორწმუნეობის თითქმის პირველივე დღიდან. ეს ჩვენში თავიდანვე ჩართულია და ღმერთი იგივეს აკეთებს ყოველი მორწმუნისათვის. ჩვენი ენთუზიაზმი გარემოებებით აღძრული როდია. მას ორი საგნისგან წარმოშობილი გულითადი მოშურნეობა უდევს საფუძვლად: იესოსა და მისი ერისადმი მყარი სიყვარული. ეს მგზნებარება მტკიცე გადაწყვეტილებას ემყარება და არა გრძნობებს, ამიტომ ღვთის სამეფოს შენების მხურვალე სურვილს კიდევ უფრო აძლიერებს. ფაქტობრივად დროის ზოგიერთ მონაკვეთში ემოციების საერთოდ არ ჩანს. ენთუზიაზმის აღმნიშვნელი ბერძნული სიტყვა გახლავთ ენთეოს, რაც ნიშნავს ღვთის ყოფნას შინაგანში. ჩვენი სიბეჯითე მისი შინაგანი თანდასწრებიდან უნდა მომდინარეობდეს და არა გრძნობებიდან ან გარეშე ფაქტორებიდან. გაამრავლე ის, რაც სხვას ეკუთვნის. ქორწინების შემდეგ ჩემი და ლიზას პირველი ეკლესია დალასში, ტექსასის შტატში გახლდათ. ის ჩვენს ერში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ეკლესია იყო რამდენიმე ასეული შტატიანი თანამშრომლით. ჩვენ როგორც მოხალისეები, ყოველთვის ვეწერებოდით იქ, სადაც რაიმეს კეთების საჭიროება არსებობდა. თავიდან მომსახურე კარისკაცი, ეგრეთ წოდებული აშერი ვიყავი. მონაწილეობდით ციხის მსახურებაში, იძულებით დაკავების ცენტრებში. სტუმრად მივდიოდი მზრუნველობა მოკლებულთა სახლებში, ვეხმარებოდი კონფერენციებზე, ვეხმარებოდი ეკლესიის თანამშრომლებს, რომლებიც ფიზიკურ დავალებებს ასრულებდნენ და ჩვენი პასტორის ბავშვებს ჩოგბურთის გაკვეთილებსაც კი ვუტარებდი. არასოდეს მithქვამს უარი რაიმე მსახურებაზე, რაც არ უნდა ყოფილიყო და ეს ყველაფერი Rockwell International-ში ინჟინრად მუშაობის ფონზე ხდებოდა. ბოლოს მსახურებაში ჩემი მოშურნეობა დაინახეს და უფროსი პასტორის მეუღლე, რომელიც ეკლესიის აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ, დაინტერესდა ხომ არ ვისურვებდი ეკლესიის შტატის სრულ განაკვეთზე დასაქმებას. ოფიციალური გასაუბრების დროს მან მითხრა: ჯონ, იმდენი შემოთავაზება არ შეგვიძლია, რაც რეალურად გეკუთვნის. ჩემი პასუხი ასეთი იყო: ეგ არაფერი, თანახმავარ. არ მაღელვებდა რამდენ შემომთავაზებდნენ, ნებისმიერი პოზიცია მაკმაყოფილებდა რა ხელფასიც არ უნდა მოეცათ. ინტერვიუს შემდეგ აღმასრულებელი გუნდის ასისტენტის ადგილი შემომთავაზეს. მე და ლიზას ამაზე გულმხრვალე ლოცვა არ დაგჭირვებია, რადგან ვიცოდით, რომ ეს ღვთისნება იყო. შემოთავაზება მივიღე წელიწადში $18,000 ხელფასით, რომელიც საკმაოდ მცირე გახლდათ, მაგრამ ჩვენ წინსვლად მივიჩნევდით. მე და ლიზა ხვდებოდით, რომ ახალი ხელფასით თავის გასატანად სასწაულებრივი უზრუნველყოფა დაგჭირდებოდა, მაგრამ ეს არ გვადარდებდა. იმ საქმეში ჩავერთეთ, რაც ჩვენი გულითადი რწმენით ცხოვრებისეული მოწოდება იყო. ამ ადგილზე მუშაობა ჩემი პასტორების, მათი ოჯახის წევრებისა და ჩამოსული სტუმრების დახმარებას გულისხმობდა. სამი უმთავრესი მოტივით მოქმედებდი. პირველი, მათ ისევ ემსახურებოდი, როგორც იესოს მოემსახურებოდი. მეორე, ყოველთვის წინ ვიხედებოდი, მათ საჭიროებებს საზღვრავდი და მანამ ვაკმაყოფილებდი, სანამ ამის შესახებ მთხოვდნენ. და ბოლოს, თუ რაღაცის გაკეთება იყო საჭირო, უკან რომ არ მოვსულიყავი და მეთქვა ეს შეუძლებელია, ყოველთვის ვცდილობდი ლოცვით, შემოქმედებითი მიდგომით და გულმოდგინე შრომით მეპოვა გამოსავალი. თუ რაიმეს გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა და ეს იშვიათად ხდებოდა, ყოველთვის საუკეთესო ალტერნატიული გადაწყვეტილებით ვბრუნდებოდი. ხშირად ეს დავალების შესრულების უმჯობესი გზა იყო, ვიდრე თავდაპირველად ითხოვეს. მე და ლიზას შვილები არ ყვავდა ამ პოზიციაზე ყოფნისას. სამუშაო საათები, როგორც წესი, 50-დან 70 საათამდე გრძელდებოდა 6 დღიან პერიოდში. ორივე ვთვლიდით, რომ პასტორებისათვის თავიდან უნდა აგვეშორებინა ყველა შესაძლო საზრუნავი. გვინდოდა, რომ ჩვენი ეკლესიის გაძღოლისათვის სრული ყურადღება მიექციათ. ბევრი ამბის გაზიარება შემეძლო ჩვენი მოტივების საილუსტრაციოდ, მაგრამ მხოლოდ ერთ შემოგთავაზებთ. ჩვენს პასტორს სტუმარი ჰყავდა, რომელიც აც გარდაცვლილი მსოფლიოში გამოჩენილი ევანგელისტის მსახურების გუნდში შედიოდა. პასტორს მეტის შეტყობა სურდა გარდაცვლილ მახარებელზე, ამიტომ ეს ორი ადამიანი გვიან საღამოს საუბრობდა.
ჩემმა ტელეფონმა ღამის პირველ საათზე დარეკა. ეს ეკლესიის პასტორი იყო, რომელმაც მასთან სახლში მისვლა, ჩემი ბინიდან 25 წუთის სავალზე და სტუმრის ჰოტელში წაყვანა მთხოვა. ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ვუპასუხე, ახლავე გამოვალ. მასთან სახლში მივედი, დაველოდე სანამ ერთმანეთს დაემშვიდობებოდნენ და სტუმარი წავიყვანე. და საძინებლად ღამის 2 საათზე დავწექი. ჩემმა პასტორმა არ იცოდა, რომ დილით ადრე აეროპორტში სხვა სტუმარს უნდა დავხვედროდი, რომელიც მომდევნო საღამოს მსახურებაზე სიტყვით გამოდიოდა. იგი ჰავაიდან ღამის რეისით ჩამოდიოდა დილის 5 საათსა და 40 წუთზე. 4 საათსა და 30 წუთზე უნდა ამდგარიყავი, რომ მისი დახვედრა მომესწრო. პასტორისათვის არასდროს მithქვამს, რომ იმ ღამით 3 საათსაც კი არ მეძინა. მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ მათი ყოველი საჭიროება დამეკმაყოფილებინა. თავს გამუდმებით ვახსენებდი, თუ რა პრივილეგია იყო მსახურება. ჩემი პასტორისა და მისი ცოლის თანაშემწე გახდით 4 წლის განმავლობაში. ერთხელაც მათთან მარტო დავრჩი და საუბრისას ასე ვთქვი. ვლოცულობ და ღმერთს ვთხოვ, რომ ჩემ შემდგომ ამ ადგილზე მომსახურე ადამიანმა ჩემზე ორჯერ უკეთ შეასრულოს ეს საქმე. ეს შეუძლებელია, მიპასუხეს მათ. შენ საოცრად შრომობდი. ეს გამამხნევებელი ქება იყო. მათმა ნათქვამმა ყოველგვარი მძიმე შრომა გამიადვილა, მაგრამ წინსვლა მინდოდა. ბოლოს მათ თანაშემწედ 2 ადამიანი აიყვანეს. პასტორმა კურთხევით გამომიშვა, რომ ფლორიდის მეორე ცნობილ ეკლესიაში მემსახურა ახალგაზრდების მწყემსად, რაზეც მეორე თავში ვილაპარაკე. როცა ფლორიდის მსახურება დავიწყეთ, ძალზე შევწუხდი, რომ უფრო მეტი მოზარდის მოზიდვა არ ხერხდებოდა. ეს იყო მე-20 საუკუნის 80-იანი წლების შუა პერიოდი, როცა ჩვენი მედია მხოლოდ სატელევიზიო ეთერით შემოიფარგლებოდა. არ არსებობდა კომპიუტერები, ტაბლეტები და სმარტფონები. ვიდეო ჩართვა გამოგონებული არ იყო. მარტივად რომ ვთქვათ, ყოველდღიური სატელევიზიო გადაცემები ადამიანებთან მიღწევის საუკეთესო გზას წარმოადგენდა. გარკვეული კვლევების შემდეგ აღმოაჩინე, რომ ცენტრალური ფლორიდის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სატელევიზიო სადგურს თავისუფალი დრო ჰქონდა შაბათს საღამოს 10 საათზე. გავიკითხე რა ჯდებოდა ის 30 წუთიანი დრო და საკმაოდ დიდი თანხა დამისახელეს. პასტორთან მივედი და ვკითხე, შეგვეძლო თუ არა ახალგაზრდების სამახარებლო პროგრამის ყიდვა. ჯონ, ეს გათვალისწინებული არ არის ეკლესიის ბიუჯეტში, თქვა მან. წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, რომ ახალგაზრდებს ამ პროგრამის დასაფინანსებლად ყოველთვიური შესაწირის გაკეთება ვთხოვა, ვიკითხე მე. რა თქმა უნდა, თუ შეუძლია, თავს ამის უფლება მისცენ, მიპასუხა მან. ვფიქრობ, არ ეგონა, რომ ისინი ამას შეძლებდნენ. ახალგაზრდების წინაშე წავდექი და დაღუპულ თანატოლებამდე მიღწევის ხედვა გავუზიარე. იმ დღეებში ბევრი ახალგაზრდა უყურებდა ტელევიზორს შაბათს გვიან ღამემდე. ამ პროგრამაში ჯერ ღვთის სიტყვას ვიქადაგებდით, შემდეგ კი მაყურებლებს ეკლესიისა და ახალგაზრდულ მსახურებაზე მოვიწვევდით. ვთხოვე მათ, რომ გაეღოთ ფინანსების ნამეტი სკოლის შემდეგ სამუშაოდან მიღებული თანხიდან, ან დამატებითი სამუშაო მოეძებნათ. როცა ყველამ დადო პირობა გარკვეული თანხის შესაწირავთან დაკავშირებით და ფურცელი შეივსო, მე და ჩემი დამხმარე პასტორი გაოცებული დავრჩით. სატელევიზიო ეთერის ღირებულება მთლიანად იფარებოდა. ჩემი უფროსი პასტორი კიდევ უფრო გაკურვებული დარჩა. მან თანხმობა მოგცა და დავიწყეთ ჩვენი პროგრამა Youth Aflame, მგზნებარე ახალგაზრდობა. ბიუჯეტი ყოველთვე საკმარისი რაოდენობის თანხით ივსებოდა. სასიხარულო ფაქტი იყო მრავალი ურწმუნო ახალგაზრდის დასწრება ახალგაზრდული მსახურების ჯგუფში და იესოსთან მოსვლა. 20 წლის შემდეგაც მიზიარებდნენ, როგორ უყურეს ჩვენს გადაცემას 80-იან წლებში და რა გავლენა მოახდინა მათ ცხოვრებაზე. როცა ახალგაზრდების პასტორის პოზიცია დავტოვე, ჯგუფი 3 სხვადასხვა ნაწილად დავყავით. ახლა 3 ლიდერი აკეთებდა იმას, რაც ჩვენ ერთი ჯგუფით დავიწყეთ. ვიმეორებ, რომ ღვთის მადლმა, მორჩილებამ და გულმოდგინე შრომამ გამრავლება მოიტანა. იესო ამბობს, და თუ სხვისაში არ იქნებით ერთგულნი, თქვენსას ვინ მოგცემთ? ლუკას სახარების მე-6 თავის მე-12 მუხლი. მოდი იგივე სიტყვები ტალანტების შესახებ იგავის შესაბამისად წარმოვთქვათ. თუ არ გაამრავლებთ იმას, რაც სხვას ეკუთვნის, ვინ მოგცემთ საკუთარს გასამრავლებლად? სწორედ ამ უფროსმა პასტორმა გამოაცხადა ღვთის გეგმა, რომ მე და ლიზას Messenger International-ი დაგვეწყო. პირველად მან შემოიტანა ეს და არა ჩვენ. როცა აქ ახალგაზრდების მწყემსის ადგილის დასაკავებლად მოვედი, ასე ვუთხარი. პასტორო, აქ იქამდე დავრჩები, სანამ იესო ჩვენს წასაყვანად არ დაბრუნდება გარდა იმ შემთხვევისა, როცა ღმერთი ორივე ჩვენგანს მიუთითებს ამ ადგილიდან დაზვრაზე. ღმერთს მისთვის ლოცვაში რომ არ ეთქვა რა იქნებოდა ჩვენი მომდევნო მსახურების ადგილი, დარწმუნებული არ ვარ, რომ ეკლესიის დატოვებას შევძლებდი. ჩემი აზრით, სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც ღმერთმა პირველად მას გამოუცხადა. Messenger International-ის დაბადება. ფლორიდის ეკლესიის დატოვებიდან მოკლე ხანში მსახურება კოლუმბიაში სამხრეთ კაროლინაში გავაგრძელეთ. სისხამდილით ერთი მოშორებული ადგილი ვიპოვე სალოცავად. ღმერთმა მითხრა: შვილო, უხმოსავალს მოიმკი ერთგულების თესლებიდან, რომელიც ამ 7 წლის განმავლობაში ჩათესეს სხვათა მსახურებაში. ეს დაუყოვნებლივ მოხდება და მომავალ წლებში გაგრძელდება. ახლა როცა უკან ვიხედები, მოსავალს განცვიფრებაში მოვყავარ. როცა ეკლესიის მეშვეობით Messenger International-ი დაიბადა, გულმოდგინება ისევ საკვანძო ფაქტორად დარჩა გამრავლების საქმეში.
მე და ლიზა მთელ საღამოებს ვატარებდით კასეტების ასლების კეთებაში, იარლიყების დაკვრასა და ქადაგებათა სერიების აკინწვაში. მეგობრები რეგულარულად გვეხმარებოდნენ საინფორმაციო ბიულეტენების მარკირებასა და დახარისხებაში. მე და ლიზა ვბეჭდავდით წერილებს, ვახდენდით ქვითრების დეპონირებას, ვაწარმოებდით ფინანსურ აღრიცხვას და ყოველგვარი სახის საბუთებს ვაწესრიგებდით. მონაცემები კომპიუტერში შეგვყავდა, თვალყურს ვადევნებდით პოსტასა და მარაგების შევსებას და ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. დილის ლოცვის შემდეგ მუშაობას ვიწყებდით და ხშირად საღამოს 9 საათამდე, ზოგჯერ უფრო გვიანობამდეც ვმუშაობდით. ამას სიხარულით ვაკეთებდით და პატივად ვთვლიდით. ჩვენი мотивация შინაგანიდან მოდიოდა და უამრავი იმედგაცრუება და გვალვიანი პერიოდი გადაგვატანინა. დარწმუნებული ვარ, რომ გაგრძელების ძალას დილის ლოცვები გვაძლევდა. აღმოსავლეთ სანაპიროს მთავარი გზატკეცილი i-95 არაერთხელ დავლაშქრეთ ჩვენი Honda Civic-ით, რომლის უკანა სავარძლებზე 2 ჩვილი ბიჭი გვეჯდა და 80-დან 100 კაცამდე ოდენობის ეკლესიებს უქადაგებდით. ჩვენი პირველი შეხვედრა ეკლესიად სინამდვილეში დამკრძალავ ბიუროში შედგა, რა დიდებული დასაწყისია. კასეტებს ვყიდდით და შემოსავალს მსახურების გასაფართოებლად ვიყენებდით. აღთქმა დავდეთ, რომ ამ ფონდებით ჩვენი ხელფასის შესავსებად არ ვისარგებლებდით. მესენჯერის ზრდა და გამრავლება მნიშვნელოვანი საქმე გახლდათ. იყო დრო, როცა პირადი ხარჯებისათვის აუცილებელი თანხა ზუსტად იმ დღეს მოსულა, როცა გვჭირდებოდა. გარკვეული თანხა გქონდა აუდიო რესურსების გაყიდვაზე, მაგრამ პირობა დავდეთ, რომ მას არ შევეხებოდით. წლინახევრის მუხლჩაუხრელი შრომის შემდეგ ღვთისგან სიტყვა მოვიდა, რომელზეც უნდა გიამბოთ. ძალიან მწუხდი, რომ არ გქონდა საკმარისი დრო დღის განმავლობაში ბევრი სხვა ვალდებულების შესასრულებლად. კიდევ ერთი აღთქმის დადება სარისკო ჩანდა, მაგრამ მაინც გავბედეთ. საკმაოდ დრო დაჭირდა პირველი წიგნის დაწერას. სრულიად არ ველოდებოდი რამდენიმე ახალგაზრდა ბიჭის მოხალისეობას ფიზიკურ საქმეებში ჩვენს დასახმარებლად, რომელთა გაკეთებასაც წერის გამო ვეღარ ვასწრებდი. მათ იგივე ფუნქცია იტვირთეს, რასაც ჩვენ დალაში პასტორებისათვის ვასრულებდით. ახალგაზრდებმა დაინახეს ჩვენი ცხოვრების ეს საჭიროება და გვერდში დაგვიდგნენ ყოველგვარი ზედმეტი კითხვების გარეშე. უდაბნოში გამარჯვების ხელნაწერი დავასრულე 1 წლის მძიმე და ზოგჯერ იმედის გამაცრუებელი შრომის შემდეგ. მნიშვნელოვან გასაღებს მივაგენი. ჩვენი ცხოვრების მადლში ნიჩში უნდა გავიზარდოთ. ბევრ ჩვენგანს ფანტასტიკური შედეგები როდი გვაქვს დასაწყისში. პეტრე წერს: აღიზარდენით ჩვენი უფლისა და მაცხოვარის იესო ქრისტეს მადლში. პეტრეს მეორე წერილის 3:18 მუხლი. წერის უნარი ახლა გაცილებით მეტად განვითარებული მაქვს, ვიდრე პირველი წიგნის წერისას. მე და ლიზამ ხელნაწერი ცნობილ რედაქტორს მიუტანეთ. უკიდურესად გაუგნებული დავრჩი, როცა მან მწვავედ გამაკრიტიკა და განაცხადა, რომ მეტისმეტად ახალგაზრდა და გამოუცდელი ვიყავი ქრისტეს სხეულისათვის ასეთი სიტყვის მისატანად. უარყოფის და დარტყმის შემდეგ მე და ლიზამ მაშინვე სხვა რედაქტორის ძებნა დავიწყეთ. ერთი ვიპოვეთ, მაგრამ მთელი ხელნაწერი გაგვიფუჭა. განადგურებული ვიყავით, როცა უკან დაგვიბრუნა. ჩემი ხმა და შინაარსის ძლიერი ზეგავლენა საერთოდ დაიკარგა. უარესი, მას აზრიც აღარ ჰქონდა. მოკლედ რომ ვთქვათ, წიგნი უმოწყალოდ დაჩეხეს. კიდევ ერთი დარტყმა, რა უნდა გვექნა? წიგნის დაწყებიდან უკვე 1 წელზე მეტი იყო გასული. ჩვენ არ დავნებდით. სხვა რედაქტორი ქალი ვიპოვეთ და როცა ხელნაწერი წაიკითხა, დაგვეთანხმა, რომ თავდაპირველი ვერსია განადგურებული იყო. ჯონ ლიზა გვითხრა მან, ხშირად გაუმართლებელი ნაბიჯია დამახინჯებული წიგნის გამოსწორება. იმ რედაქტირებისათვის გადახდილი თანხა დაკარგულად ჩათვალეთ და ხელახლა დაიწყეთ. მან გვირჩია, რომ ლიზას წიგნის დედნის რედაქტირება გაეკეთებინა და მისთვის გაეგზავნა. გამომცემლის რჩევა გავითვალისწინეთ და ლიზამ არაერთი საათი დახარჯა თავდაპირველი ხელნაწერის გასწორებაზე, რომ ცოტად თუ ბევრად წაკითხვადი ყოფილიყო. ახალმა გამომცემელმა ლიზას დასრულებული ტექსტი აიღო და მის დამუშავებას შეუდგა. მან საოცარი შრომა გასწია და საბოლოოდ ვიგრძენით, რომ დიდებული ხელნაწერი მივიღეთ. ბოლო ვერსია 2 ცნობილ გამომცემლობაში გავგზავნე. ერთისგან პასუხს ვერ ვეღირსეთ, მაგრამ მეორე გამოგვეხმაურა. მოგწერეს, რომ ჩემი წიგნი მეტისმეტად მქადაგებლური იყო და ვინაიდან მე არ ვიყავი ცნობილი მსახური, მის დაბეჭდას არ აპირებდნენ. შევეცადე სხვა ნაკლებად ცნობილი გამომცემლები მომეძებნა, მაგრამ არც ერთი მათგანი არ დაინტერესდა. წარმოგიდგენიათ ჩემი იმედგაცრუება. 1 წელზე მეტი შრომისა და დახარჯული დროის მიუხედავად, ჩიხში მოვეკეცით, მაგრამ დანებებას არ ვაპირებდი. იმ დღეებში წიგნის საკუთარი ძალისხმევით გამოცემა პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო. ამ საქმეში წარმატებული ადამიანები ვერ ბედავდნენ მსგავს რამეს, მაგრამ ერთმა მეგობარმა გვირჩია და ჩვენც ვცადეთ. გავიგეთ, რომ რამდენიმე ათასიანი ტირაჟით დაბეჭდა $12,000 დაგვიჯდებოდა. ამაში არ შედიოდა ილუსტრაცია და დაკაბადონება. გარდა ამისა, 2 რედაქტორს უკვე გადავუხადეთ. ჩვენთვის ეს თანხა უზარმაზარი გახლდათ. Messenger International-ის მთლიანი შემოსავალი 1990 წელს $40,000 შეადგენდა. ახლა მსახურების დაწყებიდან მესამე წელი მიდიოდა და იმაზე მეტი არ შემოგვიტანია, რაც პირველ წელს შევძელით.
მეორე წლის ბოლოს აღრთვანებული ვიყავი, როცა პირველი კომპიუტერის შეძენა მოახერხეთ, რომელიც რამდენიმე ასეული დოლარი ღირდა. $12,000 წარმოუდგენელი თანხა გახლდათ. ამისათვის სასწაული გვჭირდებოდა. ერთ ქალბატონს შევხვდით, რომელიც პატარა გამომცემლობაში დამკაბადონებლად მუშაობდა. მათი სპეციალიზაცია ღია სივრცეში სპორტული აქტივობების შესახებ წიგნების გამოშვება გახლდათ. მან წიგნის ირგვლივ ჩემი საუბარი მოისმინა და ლიზას დაკაბადონებისა და აწყობის უსასყიდლო მომსახურება შესთავაზა. ბედნიერები ვიყავით, რომ ამ საქმისათვის $1000 გადახდა არ მოგვიწევდა. ღმერთმა სასწაულებრივად უზრუნველყო დარჩენილი თანხა და უდაბნოში გამარჯვების პირველი 5,000 ცალი დაუბეჭდეთ. ეს წიგნი ახლა სხვა სახელწოდებით გამოდის ღმერთო სადახარ. ჩვენი თავდაპირველი აღტაცება დიდხანს არ გაგრძელებულა, როცა გავაცნობიერეთ, რომ გასაღების არხები არ გქონდა. დისტრიბუტორებსა და წიგნების მაღაზიებს ჩვენ შესახებ არაფერი გაეგონათ და იმ დროის მსგავსი კომპანიები მხოლოდ გამომცემლობების პროდუქციას იძენდნენ. არავის აინტერესებდა კერძო პირის გამოცემული წიგნი. წიგნს კასეტაც დავურთეთ ჩვენი რესურსების ცხრილით და ყველგან ყვიდით, სადაც კი მსახურება გვიწევდა. როცა უდაბნოს თემაზე ვიქადაგებდი, წიგნებიც გამოგქონდა გასაყიდად. ხალხს შეუყვარდა ეს თემა, მაგრამ ამაზე წინ არ წავსულვართ. ლოცვაში ღმერთი დამელაპარაკა მეორე წიგნის დაწერაზე, ამრიგად მომდევნო 9 თვე მოვუნდი ხმამ ღაღადებლისას დაწერას. ახლაც არ დაინტერესდნენ გამომცემლობები და 1993 წელს თავად გამოვეცით. სამაგიეროდ ჩვენი რესურსების ცხრილს უკვე 2 წიგნი ამშვენებდა. მაგრამ ვერცერთს ვერ შეიძენდით საცალო ვაჭრობის მაღაზიებში. ღია კარის შესაძლებლობა. ერთი წლის შემდეგ მეგობარმა დამირეკა და სადილად დამპატიჟა. მინდა ჩემს ერთ მეგობარს შეხვდე, მითხრა მან. წასვლას დავთანხმდი. გავიგე, რომ ის იმ გამომცემლობის ხელმძღვანელი იყო, რომელმაც 2 წლის წინ უარით გამომისტუმრა. საუბარი კარგად წარიმართა. ახალი ნაცნობი ჩემი და ლიზას საქმიანობით დაინტერესდა. რა თემაზე ქადაგებდით ბოლო ხანებში, მითხრა მან. გავუზიარე უახლესი საკითხი, რომელზეც გულში ვფიქრობდი. ეს იყო სიტყვა წყენის დაძლევისა და იმ ადამიანთა პატიების მნიშვნელობის შესახებ, რომლებმაც ტკივილი მოგვაყენეს. მან გამოკითხვა გააგრძელა და მეც უფრო მეტი ვილაპარაკე ხსენებულ თემაზე. 15 წუთის შემდეგ გამომცემელმა მითხრა: ჯონ, იცი ამის დაბეჭდა არ შეგვიძლია, რადგან წელიწადში 22-დან 24-მდე წიგნს ვბეჭდავთ და ყველა მათგანი ცნობილი ავტორების ან მსახურების კალამს ეკუთვნის. შეფიქრიანებულმა შევხედე და ვუთხარი: არ ვაპირებდი ჩემი წიგნის შემოთავაზებას გამოსაცემად. თქვენ მკითხეთ, რაზე ვქადაგებდი მოგზაურობისას. იგი მიმიხვდა და გაეცინა. ხო, რა თქმა უნდა, გთხოვთ განაგრძოთ. ამრიგად ზემოხსენებულ საკითხზე ლაპარაკი გავაგრძელე. 15 წუთის შემდეგ ისევ შემაწყვეტინა საუბარი. შეგიძლიათ ხელნაწერი მომაწოდოთ 3 თვის შემდეგ? საგონებელში ჩავარდნილმა ვუპასუხე: გონი მითხარით, რომ ჩემი წიგნის გამოცემა არ შეგიძლიათ? გადავიფიქრე, მიპასუხა მან. ეს სიტყვა ქვეყნიერებასთან უნდა მივიდეს. კომპანიამ სატანის სატყუარა 1994 წელს გამოსცა. აღფრთოვანებული ვიყავი. ღმერთმა გახსნა კარი, რომლის გაღებაც საკუთარი ძალებით ვერ შევძელი. დადებითად ვიყავი განწყობილი და ვფიქრობდი, რომ წიგნი მაშინვე პოპულარული გახდებოდა და კარგათაც გაიყიდებოდა, თუმცა პირველი 7 თვის განმავლობაში ასე არ მომხდარა. გამომცემლისგან მიღებულმა გაყიდვების მონაცემებმა იმედები გამიცრუა. გულში ვფიქრობდი, რომ ეს სიტყვა ხალხის ფართო მასებამდე, მსოფლიოს ერებამდე უნდა მისულიყო. უარს ვამბობდი ამ იმედის დათმობაზე, მაგრამ ყველა მაჩვენებელი კიდევ ერთ გამანადგურებელ იმედგაცრუებაზე მიუთითებდა. რამდენიმე თვის შემდეგ ერთი გამომცემლობის მარკეტინგის გუნდის წევრმა დამირეკა. ქალმა მითხრა: ჯონ, ერთი საერთაშორისო ток-შოუ თავის გადაცემაში გიწვევს, რომელიც ეთერში 1995 წლის 16 იანვარს გავა. ისინი 20 წუთს დაგითმობენ, მაგრამ ძირითადად შენზე, ლიზაზე, თქვენს 4 ვაჟსა და მოგზაური მქადაგებლის მსახურებაზე ელაპარაკებენ, თუმცა შენს წიგნსაც ახსენებენ. ეს დასაწყისია, ასე ვთქვათ, კარის ღრიჭო. გინდა რომ მოწვევა მიიღო? ნამდვილად მინდა. წავედი და ვნახე, რომ იმ საღამოს გადაცემას ძალზე ცნობილი წყვილი უძღვებოდა. როგორც კი მომესალმა, ქმარმა ხელში აიღო სატანის სატყუარა და მკითხა: რა არის სატანის სატყუარა? რის შესახებ არის ეს წიგნი? გამიკვირდა, რომ ამ თემით დაიწყეს და არა ჩემი ოჯახით, როგორც თავდაპირველად მითხრეს. მაშინვე წამოვხდი, რომ წიგნის მთავარ სათქმელზე მელაპარაკა. ისე მოხდა, თითქოს სტუდიაში ყველაფერი გაჩერდა. გამაფრთხილეს, რომ სტუდიის დირექტორისათვის თვალი მედევნებინა, რომელიც ინტერვიუს დასრულებამდე დარჩენილ წუთებს მაჩვენებდა. ხაზგასმით ითქვა, რომ ჩვენთვის მხოლოდ 20 წუთი იყო გამოყოფილი. სტუდიის დირექტორს არც ერთი ნიშანი არ უჩვენებია. წამყვანები დიდი ინტერესით მისმენდნენ. ერთხელაც არ შეუჩერები ვარ რომელიმეს. არც საუბარში ჩართულან და საერთოდ ხმა არ ამოუღიათ. იმ წყვილმა და მე დროის შეგრძნება დავკარგეთ და მოგვიანებით გავიგე, რომ 40 წუთის შეუჩერებლად მილაპარაკია. წამყვანი მამაკაცი დიდი შთაბეჭდილების ქვეშ იყო. იგი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ უდიდეს კონფერენციებს ატარებდა. პირველი რაც მან პირდაპირ ეთერში გააკეთა, მათ კონფერენციაზე ჩემი მოპატიჟება გახლდათ ხსენებული თემის საქადაგებლად. რამდენიმე დღის შემდეგ გამომცემელმა მაცნობა, რომ შეერთებული შტატების ყველა მაღაზიამ გაყიდა სატანის სატყუარა და დამატებით 20,000 ეგზემპლარი შეუკვეთეს.
ჯონ, ასეთი რამ ადრე არასდროს გვინახავს მითხრა მან და თაქვშოუმაც გითხრა რომ ამგვარი გამოხმაურება არასდროს ქონიათ. გულში ვიცოდი რომ ეს ღმერთმა მოაწყო. ამით დამტკიცდა რომ ღვთის სიტყვა დაწინაურდა. სატანის სატყუარა ბოლოს საერთაშორისო ბესტსელერად იქცა და პოპულარობა არ დაუკარგავს უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში. წინამდებარე წიგნის წერის მომენტისათვის მისი ტირაჟი 2 მილიონიან ნიშნულს უახლოვდება ქაღალდის გარეკანში ჩასმული ელექტრონული თუ აუდიო წიგნის სახით. სასაცილოა უკან გახედვა და დანახვა თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები. გამომცემლობაში, რომელმაც თავდაპირველად მწერლად არ მიმიჩნია და უარმყო, სატანის სატყუარა ახლა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი წიგნია. ღმერთს ნამდვილად აქვს იუმორის გრძნობა. უფალს რომ არ დავმორჩილებოდი და წერა არ დამეწყო, მისი სიტყვა ამდენ ადამიანს ვერ გააძლიერებდა. წერამ შესაძლებელი გახადა სიტყვის გამრავლება, რადგან წიგნი არსებითად უფრო მეტ ადამიანს მიწვდა, ვიდრე მემექნებოდა მათ წინაშე გამოსვლის საშუალება. რეალურად ასეთი საფუძვლიანი გავრცელება წიგნის დაწერით არ მომხდარა. გამრავლება გაცილებით ადრე დაიწყო, როცა დარტყმების მიუხედავად აღებული მიმართულების ერთგულები ვრჩებოდით. გულმოდგინედ შრომობდი, რომ ჩემი პასტორისათვის ყოველგვარი საზრუნავი მომეშორებინა, ხოლო შემდეგ ახალგაზრდული მახარებლობა გამემრავლებინა პასტორის რანგში. ასე ვაგრძელებდი Messenger International-ის მეშვეობით. დღის და ღამის საათებში ვშრომობდი და შემდეგ ღვთის ხმას ვემორჩილებოდი წერასა და გამოცემაში. ვფიქრობდი, რომ სატანის სატყუარის სიტყვის გამრავლების პროცესი საფუძველ ჩაყრილი იყო და ბუნებრივად განაგრძობდა ზრდას, გაყიდვებისა და კონფერენციებსა თუ ეკლესიებში გაზიარების მეშვეობით მსოფლიო მასშტაბით. აღმოჩნდა, რომ ვწდებოდი, ღმერთი მზად იყო, რომ ჩემთვის კიდევ უფრო მეტი მოეწონა.